ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბარათაშვილის ქუჩის გამწვანებაზე გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით მერიის მისამართით კითხვები აქვს. ორგანიზაციის წევრები თვლიან, რომ მერიის მიერ ჩატარებული ტენდერი კითხვის ნიშნებს რამდენიმე გარემოების გამოაჩენს, რადგან მათი თქმით, ტენდერში მერიის ყოფილი წარმომადგენლების კომპანიამ გაიმარჯვა და ენერგებისთვის გადახდილი თანხა წინა ტენდერებთან შედარებით მაღალია. მერიაში კი განმარტავენ, თუ რატომ გახდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია Green Service და რატომ ღირდა ბარათაშვილის ქუჩაზე დარგული თითო კვიპაროსი 990 ლარი. ბარათაშვილის ქუჩაზე გზის დაახლოებით 350 მეტრიანი მონაკვეთის კვიპაროსების ხეებით გამწვანებისთვის თბილისის მერიიდან 225,000 ლარი დაიხარჯა. ტროტუარის გარკვეულ მონაკვეთზე 120 პირამიდის ფორმის კვიპაროსი დაირგო და თითოეულში მერიამ 990 ლარი გადაიხადა. ხეების საერთო ღირებულებას 118,800 ლარს დაემატა ხის დარგვის სამუშაოების თანხა, რამაც საერთო ჯამში 225,000 ლარი შეადგინა. ენერგები მერიას კომპანია Green Service-მა მიაწოდა, რომელიც ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო და შესაბამისად გამარჯვებულიც. ამ კომპანიის მფლობელებად რეესტრის მონაცემებით მერიის ყოფილი წარმომადგენლები ლაშა ფურცხვენძე და კობა ხარშილაძე სახელდებიან. ჩვენი ყურადღება მიიქცია თანხამ, რომელიც იყო ნახსენები 225,000 ლარი ტენდერის საერთო ღირებულება. ცოტა დიდ თანხად მოგვეჩვენა ასეთი ამ კონკრეტული სამუშაოსთვის. მერიის მიერ ჩატარებული ტენდერით არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დაინტერესდა. ორგანიზაციის წევრებს ამ ტენდერთან დაკავშირებით მერიის მისამართით რამდენიმე შეკითხვა გაუჩნდათ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მერიას 8 თებერვალს გამოცხადებული ტენდერით 120 კვიპაროსის სავარაუდო ღირებულებად 225,000 ლარი ჰქონდა განსაზღვრული და Green Service-ის შეთავაზებაც მერიის მიერ დასახელებული თანხის იდენტური აღმოჩნდა. საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენლის განცხადებით, ამ დრომდე ჩატარებული ტენდერებიდან ირკვევა, რომ ენერგები, რომელსაც მერია ყიდულობდა, 30 ლარს არ აღემატებოდა. გადაწყვეტ შეგვედარებინა, თუ ზოგადად მერია რამდენს იხდის ხოლმე ანალოგიური პროდუქციისთვის და აღმოჩნდა, რომ მაგალითად ერთ-ერთი ტენდერი, რომელიც იანვრის თვეში შედგა, თუ არ ვცდები, ამ ტენდერში თბილისის მერიას ჰქონდა მაქსიმუმ 30 ლარი ერთ ენერგში გადახდილი. საუბარი იყო სხვადასხვა ჯიშის ხეებზე. ის შემთხვევა, როდესაც თქვათ სახელმწიფო უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერში იმარჯვებს ამავე სახელმწიფო უწყების ყოფილი თანამდებობის პირების ფირმა, მაგათ ყურადღებას იმსახურებს და კითხვებს აღძრავს. თუმცა არ არის თავისთავად კანონდარღვევა, რა თქმა უნდა. უბრალოდ იქიდან იმის გათვალისწინებით, რომ ერთის მხრივ ასეთი შემთხვევები ყოველთვის კითხვებს აღძრავს და ყურადღებას იმსახურებს, მეორე მხრივ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად დიდი ფასი იქნა გადახდილი ამ ენერგებში, აი ეს ყველაფერი, ყველა ეს გარემოება ერთად მართლაც წარმოშობს კითხვებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დასკვნაში წერია, რომ კომპანია Green Service ბარათაშვილის ქუჩაზე გამოცხადებული ტენდერის გარდა 2010 წლიდან დღემდე 17 ტენდერი აქვს მოგებული. ხოლო სახელმწიფოს მიერ ამ კომპანიისთვის გადახდილმა თანხამ 4 მილიონ ლარს გადააჭარბა. შეზღუდვა ამ კუთხით არავის ჩვენი მქონე არ ყოფილა, თქვა ერთი მიიღებდა თუ 10 ესეთი რამე არ ყოფილა. თუმცა ჩვენს სამწუხაროდ აღმოჩნდა ეს, რომ მხოლოდ ერთ-ერთი კომპანია აღმოჩნდა, რაც შეუძლია ანალოგური პროდუქციის მოწოდება და ამ შემთხვევაში ეს აღმოჩნდა ის გამარჯვებული კომპანია Green Service. დახარჯული თანხის მიზნობრიობას დედაქალაქის მერიაში განმარტავენ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბარათაშვილის ქუჩის გამწვანებაზე გამოცხადებულ ტენდერში იმის გამო, რომ მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა, მათ არჩევნის საშუალება არ ჰქონდათ. გიორგი ქორკაშვილის ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩაზე დარგული კვიპაროსის ენერგები მაღალხარისხიანია და უცხოეთიდან არის იმპორტირებული, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ამ სახეობის ენერგები არ ეყიდება. თუ გამოცდილება არ ჩაიდო, ახლა თქვა გუშინ ჩამოყალიბებულ კომპანიას, ვისაც ამის გამოცდილება არ აქვს, ეს არ არის თქვა ისეთი პროდუქცია, რომელიც თქვა ადვილად გამოსაყვანია და მარტივია და იაფია, როგორც ზოგიერთი გონია და ის ენერგები, რომელსაც ადარებენ და რომელსაც ჩვენ ასე ვყიდულობთ და რომლის ღირებულებაც არის 25-30 ლარი, ის არის ძალიან თქვა დაბალი ენერგიის შედარებით, ეს არის მის სიმაღლე განსაზღვრული მეტრ-მეტრ-ნახევრიდან დაახლოებით, ისე საქართველოში წარმოებული და იმ რაოდენობის მე ეს ენერგი მჭირდება თბილისისთვის საქართველოში მოიპოვება, თუმცა რაც შეეხება ამ ენერგიებს, აი ესეთი ენერგები ესეთ კონდიციაში, ესეთი სიმაღლე საქართველოს სამწუხაროდ არ მოიპოვება და შესაბამისად ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ მოგვიხსნა მათი უცხოეთიდან ჩამოტანა. კომპანია ევროპლან ჯორჯიას წარმომადგენელი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე სახეობის კვიპაროსის ხეი წარმოება, რომელიც დაახლოებით 20-დან 50 ლარამდე ღირს. ვიქტორ სირგულაძის ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩაზე დარგული კვიპაროსების სახეობები მას ქართულ ბაზარზე არ უნახავს და ის სავარაუდოდ საზღვარგარეთიდან არის იმპორტირებული. თუმცა რა ღირს უცხოეთის ბაზარზე მსგავსი ხეები კომპანიის წარმომადგენელმა დაზუსტებით არ იცის. ქართულ ბაზარზე სიმართლე გითხრათ, მე არ მაქვს ეგეთი კვიპაროსი ნანახი, კვიპაროსი და ალბათ სადაც 300 ლარამდე ეღირება. დაახლოებით. ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ
მე პირადად არ მქონია შეთანხმება. ადგილზე, ადგილობრივ ბაზარზე რაც არის, ანუ საქართველოში გამოყვანილები, სადღაც იწყება მეტრა 20, მეტრა 20-დან მაღლა, ყველაზე დაბალი ფასი არის ალბათ 20 ლარი. ბარათაშვილის ქუჩაზე კვიპაროსის ხეები რამდენიმე კვირის წინ დარგეს, თუმცა მანამდე ამ ქუჩაზე რამდენიმე ხე ჯერ გადაბელეს, შემდეგ კი მოჭრეს. ეს ფაქტი ადგილობრივების და ეკოლოგების ნაწილმა გააპროტესტა, თუმცა მერიას საპირისპირო პოზიცია აქვს. ფასადების შეღება ხდება და ხალხმა რო დაინახონ ეს შენობები, აი აღმაშენებლის მაგალითი გამოდგება, თუნდაც ის ხეები ეფარებოდა აი ამ შენობებს და ეს არის მათი მიზეზი. ეკოლოგიურად უფრო დიდი სარგებელი ვისაც არ უნდა კითხოთ, საცხებს გააჩნია ვიდრე კვიპაროსებს, ხო? აქედან გამომდინარე ეს არის ყოველად გაუგონარი ფაქტი. ეს იყო ავარიული კედარი, რომელიც განმოხრილი იყო ბარათაშვილის სანაპიროდან, როცა ამოვდივართ კუთხეში და საკმაოდ საშუალო მდგომარეობაში, ფოტოებით შემიძლია განახვდრა ამ მდგომარეობაში იყო ეს ენერგი. ანუ ეს ერთი კედარი მოიჭრა და სამით საცხე, რომელიც უბრალოდ გაყოლებაზე, სადაც კედარი ერგებოდა, რომ დამოვარდებოდა პროექტი და შესაბამისად ერთმანეთს შეუშლიდა, ანუ ეს სამი ენერგი კიპარისებს. ბარათაშვილის ქუჩაზე დარგული კვიპაროსების ხეებთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებულ კომპანია Green Service-ში კომენტარი არ გაუკეთებიათ, მიზეზად კი გადატვირთული გრაფიკი დაასახელეს.